ამიტომ ჯერ შეკითხვას დავსვამი. წინააღმდეგი ასვასვაპირებ და ხო ვიცი რომ ძალიან დაკავებული ხარ სამწუხაროდ თქვენ ინტერვიუ არ შეგვიძლია ამ შეკითხვას ალბათ ცალკე დავსვამდი. ლაპარაკობთ ევროინტეგრაციაზე, ლიბერალიზაციაზე, ევროკავშირში შესვლაზე და მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება რამდენად არის თავსებადი, როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის თვითმმართველობა. და როდესაც ძალიან ბევრს საუბრობ თვითმმართველობაზე და ცენტრალიზაციაზე, რამდენად არის თავსებადი, როდესაც პარლამენტის დეპუტატი, რომელიც აბსოლუტურად სხვა ფუნქციები აქვს, ჩამოდის ადგილობრივ თვითმმართველობა შედის ფრაქციის ხდომაზე და თხოვს კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერას. ესეთი ნაბიჯები, როცა იქნება დეპუტატის მხრიდან, ეს რამდენად აგვაახლოებს ევროპას? თქვენ ესწრებოდით ამ შეხვედრას? არა, მე ვიცი შეხვედრაზე. არა, უბრალოდ მაინტერესებს, იმიტომ რომ სხვანაირი რაღაც. არა, უბრალოდ მაინტერესებს, თქვენ შეხვედრით ფრაქციის ხდომაზე და დეპუტატებს ხოვეთ კონკრეტული ადამიანის მხარდაჭერა. ამიტომ მაინტერესებს, ევროპას რამდენ თავსებადია. თქვენ არ ესწრებოდით ამ შეხვედრას, ძალიან გთხოვთ, ვინც ესწრებოდა კონკრეტულად კითხოთ, ანუ რაგან კითხეთ, ამიტომ არა, მაშინ კიდევ უკითხა დაასუსტეთ. მე შევედი ფრაქციის ხდომაზე. ამიტომ ძალიან მარტივად მე მგონი რომ დახმარება არ დაჭირდება ხალხმა. ესე იგი, გცემთ პასუხს თქვენს კითხვაზე, სრულიად ვიზიარებ ევროპულ ღირებულებებს, ფასეულობებს და რაც თავარი ადამიანის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, არა მარტო სიტყვის, მისი ქმედების და წმენის და ასე შემდეგ. შესაბამისად, ანუ მე გამოვიყენე ჩემი სიტყვის თავისუფლება, მე დავაფიქსირე ჩემი აზრი, რომ მე პირადად მინოწილოსანი, იმიტომ რომ აი თეონას დამეთანხმება, ანუ ვალვითარებ გენდერული, ასე ვთქვათ, გაძლიერების მიმართულებას, ძალიან ყველა ქალს, რომელიც ამ რაიონში იქნება, ლანჩხუთში იქნება, მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება, მოინდომებს, რომ ჩაერთოს თვითმმართველობაში და იყოს აქტიური, აუცილებლად დაუდგები გვერდით. შესაბამისად, ანუ ხარს უჭერდი ქალბატონ ქეთევანს, რომელიც აღზის. არა, რა მნიშვნელობა აქვს, საერთოდ არ. ეხლაც არა, რა მნიშვნელობა აქვს, ეხლაც იგივე დამოკიდებულება მაქვს, რომ ხარს უჭერ როგორც ქალბატონ ქეთევანს, ასევე ქალბატონ მაიას, ყველა ქალს, რომელიც მოინდომებს, რომ იმონაწილეოს თვითმმართველობაში და იყოს უფრო აქტიური, მე დავაფიქსირე, გამოვიყენე ჩემი სიტყვის თავისუფლება, შესაბამისად გამოვხატე ჩემი მოსაზრება და ძალიან კარგად იცინატო, რომ შემდეგში თითოეულმა წევრმა რა მოსაზრებაც მას ჰქონდა, ისე მიიღო გადაწყვეტილება. მე არავისთვის არ დამივალდებულებია და შედეგიც არ დამდგარა ის, რაც როგორც თქვენი თქმის არ იყოს, ხო, ანუ ვითომ და დავავალდებულე. ამიტომ ძალიან გთხოვ, აი ამ კუთხით რაღაცის წარმოჩენას. არა, თავისთავად აბარა არ შეიძლება, ქალბატონ მაია დეპუტატი. იცი რა, მე მგონი, არა, უბრალოდ რაღაც დიალოგის რეჟიმში გადავით, რომ ყველა ჩაერთო მაგას. მე ისა უკაცრავად, მე ეხლა რომ უბრალოდ ძალიან ცოტა დრო მაქვს და დავტოვოთ. ამიტომ ხო, მე ჩემს ასე ვთქვათ, პასუხს ვიტყვი. აი ზუსტად ევროპულ ღირებულებებში ჩემი მაშინ მოდი ესე გავაკეთოთ. ანუ ჩემი კოლეგები თუ თქვენ რაღაცა ზუსტი ინფორმაცია გაქვთ, ანუ მითხარით და მე თვითონ გავისაუბრებთ, რომ ჩემთვის ესე არავის პირადად არ უთქვია. ინტერვიუში თქვა დიალოგში. იცი რა, ნატო, როგორც ეხლა შენ წარმოადგინე, რომ თუ თითქოს და მე შევედი და ვიღაც დაუვალდებული, ანუ რაღაცა მსგავსი სუნი მცემს ამ ყველაფერში და მოკლედ კიდევ ერთხელ გიფიქსირებ, ესე იგი ჩემს მიდგომას ადამიანის სიტყვის ქცევის თავისუფლების მიმართ. შესაბამისად ვიქცევი ესე, შესაბამისად ვითხოვ ნებისმიერი სხვა ადამიანისგან ამას და ვცემ პატივს სხვა ადამიანის თავისუფლებას. დიდი მადლობა.